ვაგრძელებთ ლექციას. ახლა განვიხილავთ იმ ქვეყნებს, სადაც ლაპარაკობენ რომანულ ენებზე. პირველი ასეთი ქვეყნა გახლავთ პორტუგალია. ის მდებარეობს ესპანეთის მეზობლად, თუ დავკვირდებით რუკას, ევროპის რუკას. თქვენ ნახავთ, რომ ის მწვანე ფერით არის წარმოდგენილი. პორტუგალიური ენა გავრცელებულია პორტუგალიაში, დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს მასზე. თავისი კუნძულებით აზორისა და მადეირას კუნძულებით და პორტუგალიურად ლაპარაკობენ ბრაზილიაში, დაახლოებით 132 მილიონი ადამიანია. აზიაში სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე მდებარეობს მაკაო კუნძული, სადაც ოფიციალური ენა პორტუგალიურია. რა თქმა უნდა, ბრაზილიური პორტუგალიური განსხვავდება პორტუგალიურისაგან. განსაკუთრებით წარმოთქმით, თავისებურებები არსებობს ლექსიკაში, მორფოლოგიასა და სინტაქსში. მაგალითად, მელ პორტუგალიურად ნიშნავს თაფს, ხოლო ბრაზილიაში მას წარმოთქვამენ როგორც მეუ. შემდეგ ბრაზილ, ეს არის ბრაზილია, ბრაზილიაში მას წარმოთქვამენ ბრაზიუ. საინტერესოა ასევე ფორმა vos, რომელიც ჩანაცვლებულია ფორმით vocês. უპირო გამოთქმებში გამოიყენება ზმნა ter და არა haver, როგორც ეს არის პორტუგალიურში. ოფიციალური ენა პორტუგალიურია ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანაში, რომელიც თავის დროზე პორტუგალიის კოლონიას წარმოადგენდა. ეს არის მოზამბიკი, გვინეა ბისაუ, კაბო-ვერდე, სან-ტომე და პრინციპე. შემდეგი ქვეყანა, სადაც რომანულ ენაზე საუბრობენ, გახლავთ ესპანეთი. ოფიციალური ენა, რა თქმა უნდა, ესპანეთში არის ესპანური, დაახლოებით 38 მილიონი ადამიანი საუბრობს მას. მას განეკუთვნება ასევე ბალეარის კუნძულები ხმელთაშუა ზღვაში, კანარის კუნძულები ატლანტიკის ოკეანეში. ოფიციალურად ესპანური ენა წარმოიქმნა კასტილიური დიალექტისაგან და მას მეორენაირად კასტილიურ ენასაც უწოდებენ. ესპანური ენა ოფიციალურ ენად ითვლება კატალონურ და ფრანგულ ენებთან ერთად ანდორაში, აღმოსავლეთ პირენეებში, რომელიც მდებარეობს საფრანგეთსა და ესპანეთს შორის, დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი. იგი ოფიციალური ენა ლათინური ამერიკის ქვეყნებში, როგორც არის არგენტინა, ბოლივია, ვენესუელა, გვატემალა, ჰონდურასი, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, მექსიკა, ნიკარაგუა, პანამა, დომინიკანის რესპუბლიკა, პარაგვაი, პერუ, პუერტო-რიკო, სალვადორი, ურუგვაი, ჩილე, ეკვადორი. მოსახლეობის საერთო რაოდენობა 240 მილიონი ადამიანია. ლათინური ამერიკის ქვეყნების ესპანური განსხვავდება ესპანურისაგან ფონეტიკით, ლექსიკური და გრამატიკული თავისებურებებით და უნდა ისიც აღნიშნოთ, რომ ესპანური ენა ოფიციალურ ენად ითვლება ეკვატორიულ გვინეაში. ეხლა არ უნდა დაგვაიწყდეს ის, რომ ეს თავისებურებები განსაკუთრებით თავს იჩენს ლექსიკურ საშუალებებში, ასევე ფონეტიკურადაც. მაგალითად, თუ ავიღებთ კუბის ესპანურს, ის ძალიან თავისებურია. კუბელები ძალიან ჩქარა ლაპარაკობენ ესპანურად და უნდა ჩათვალოთ, რომ თუ კი კუბური ესპანური გაიგეთ, ესე იგი თქვენ მწყინვალედ ფლობთ ესპანურ ენას. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნებში არ იყენებენ თანხმოვანს th, რაც გავრცელებული არის ესპანურის ესპანურში. მაგალითად ამბობენ la caza, ანუ caza არის ნადირობა, ხოლო ლათინური ამერიკის ქვეყნებში მას წარმოთქვამენ როგორც კასა. აქ შეიძლება შეგვეშალოს და აგვერიოს სიტყვა კასაში, რაც კასა ესპანურში სახლს ნიშნავს. ასევე შეიძლება განსხვავებული ფორმები იყოს სქესის თვალსაზრისითაც, გრამატიკული კატეგორიის სქესის მიხედვითაც, მაგალითად ამბობენ la calor, რაც სითბოს ნიშნავს, მაშინ როდესაც კასტილიურის ესპანურში el calors იყენებენ. ასევე მაგალითად არგენტინაში მოღებულია მთლიანად tu ფორმა და vosotros და თქვენობითი ფორმა და იყენებენ მარტო vos. ასეთი ფორმა მიღებული და გავრცელებული.
არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე კატალონური ენა, რომელიც ერთ-ერთი რეგიონალური ენაა ესპანეთში, დაახლოებით მასზე 6 მილიონი ადამიანი საუბრობს. ისინი ცხოვრობენ კატალონიაში და ნაწილობრივ ვალენსიასა და არაგონში, ასევე ბალეარის კუნძულებზე. 4-ვე ოლქმა მიიღო ავტონომიის სტატუსი. უნდა აღნიშნოთ, რომ კატალონური ენა ესპანურ და ფრანგულ ენებთან ერთად ითვლება ოფიციალურ ენად ანდორაში. ეხლა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კატალონური ენა ძალიან განსხვავდება ესპანურისაგან. თითქოს ჟღერადობით ისინი მსგავსია, მაგრამ განსხვავებულია და სწორედ კატალონელების გულს წარმოადგენს და განასახიერებს ქალაქი ბარსელონა, რომელიც ასევე ფრანგებისათვის ძალიან ახლობელია. და ეს განსაკუთრებით თავს იჩენს სხვა სიტყვებში, მაგალითად ლექსიკურ ფორმებში. მაგალითად თუ კი ესპანელი ამბობს la salida, ეს არის გასასვლელი, კატალონურში ის არის la sortida, რომელიც ფრანგისთვის უფრო ახლოს არის და გასაგებია, რადგანაც ფრანგულად გასასვლელი წარმოითქმის როგორც la sortie. კატალონურ ენაზე მეტყველებს საფრანგეთში აღმოსავლეთ პირენეებში მცხოვრები ხალხი, ასევე კუნძულ სარდინიაში, ქალაქ ალგეროში. საფრანგეთში, კერძოდ მონპელიეს უნივერსიტეტში, არსებობს სპეციალური კათედრა, სადაც კატალონური ენა ისწავლება და აწარმოებენ ასევე კვლევებს. უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ ესპანეთში ცალკე დამოუკიდებლად არსებობს გალიციური ენა, რომელიც თავისი ფორმით ძალიან ახლოს არის პორტუგალიურ ენასთან. ის შეიძლება განვიხილოთ როგორც პორტუგალიური ენის დიალექტი, მაგრამ თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ გალიციური ენა არ განიცდის ესპანური ენის ზეგავლენას. გალიციური ენაზე საუბრობენ დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი, რომლებიც ცხოვრობენ იბერიის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ესე იგი პორტუგალიის საზღვართან. გალიციას აქვს ავტონომიის სტატუსი და როგორც ვთქვით, ის უფრო ახლოსაა თავის სტრუქტურით პორტუგალიურთან. და გალიციური ენის განვითარება მიმდინარეობს დამოუკიდებლად. შემდეგი ენა გახლავთ ფრანგული. იგი ოფიციალური ენაა საფრანგეთში, დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი საუბრობს. საფრანგეთში, ბელგიაში მოსახლეობის 42% საუბრობს ფრანგულად, ძირითადად ესენი არიან ვალონელები, ასევე ლუქსემბურგში და საფრანგეთის შვეიცარიაში 18%, რომლის გული არის ადმინისტრაციული ცენტრი გახლავთ ჟენევა. ასევე მონაკოში ჯუჯას სახელმწიფოა, დაახლოებით 12,000 ფრანგი ცხოვრობს. ფრანგული ენა ოფიციალური ენაა ესპანურსა და კატალონურთან ერთად, ანდორაში, როგორც ვთქვით, დაახლოებით 4,000 ფრანგი საუბრობს იქ. და ასევე ფრანგული წარმოდგენილია კანადაში, კერძოდ კვებეკში, 7 მილიონი ადამიანი საუბრობს ფრანგულად. ფრანგულ ენას სხვა ქვეყნებში, სადაც ფრანგულად საუბრობენ, თავისებურებები გააჩნია წარმოთქმის ლექსიკის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ევროპაში ეს თავისებურებები ნაკლებად არის გამოვლენილი, თუმცა თუ შევადარებთ, მაგალითად, ბელგიურის ფრანგულის ფრანგულთან, მივხვდებით, რომ მაგალითად ბელგიაში იყენებენ 70 და 90. ანუ რაც თავისთავად ნიშნავს 70 და 90. რაც შეეხება ფრანგულის ფრანგულს, 70 არის 70 და 90 არის 90. განსხვავებული ფორმა. ასევე შვეიცარიაში იყენებენ ფორმას ოქტანტ. ოქტანტ ეს არის გული ნიშნავს 80, მაშინ როდესაც საფრანგეთში ამბობენ 80. კანადური ფრანგული სრულიად განსხვავდება ფრანგულის ფრანგულისაგან, განსაკუთრებით ძალიან მკვეთრი, მძაფრი წარმოთქმით და შემიძლია ვთქვა, რომ უსიამოვნო მოსაცმენია. კანადას ყოველთვის გამოიცნობ თავისი წარმოთქმით. ფრანგული ენა სახელმწიფო ენა 13 აფრიკულ სახელმწიფოში, რომლებიც იყო საფრანგეთის კოლონიები, ეს არის ბენინი, ბურკინა-ფასო, გაბონი, გვინეა, ზაირი, კონგო, კოტ-დივუარი, მალი, ნიგერი, სენეგალი, ტოგო, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ჩადი.
ამ ქვეყნებში ფრანგულზე გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ენები, რაც ვლინდება წარმოთქმებზე. ისეთ ქვეყნებში როგორც ალჟირი, მაროკო, ტუნისი, ისინი მოიხსენიება როგორც მაღრიბის ქვეყნები, არაბულთან ერთად ფრანგული ენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. უნდა აღნიშნოს ისიც, რომ ფრანგული ენა ოფიციალური ენა ჰაიტიზე, მის დასავლეთ ნაწილში ფრანგულ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა დაახლოებით 100 მილიონ ადამიანს შეადგენს. უნდა აღნიშნოთ ასევე პროვანსალური ენა, ანუ ოქსიტანური. მასზე საუბრობს დაახლოებით მოსახლეობის 8 მილიონი ადამიანი. ეს საუბარია სამხრეთ საფრანგეთზე. შუა საუკუნეებში მას უწოდებდნენ la langue d'oc. oc ნიშნავს დიახ. არსებობდა ორი ტიპის ენა, la langue d'oc და la langue d'oil. oil და oc ნიშნავდა დიახ. პროვანსში, საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონში, სწორედ საუბრობენ ოქსიტანური ენის პროვანსალურ დიალექტზე. პროვანსალური ენა თავისი სტრუქტურით ახლოსაა კატალონურთან. პროვანსალური ენის დიალექტია ასევე გასკონური, რომელიც ხასიათდება მნიშვნელოვანი თავისებურებებთან, რითაც ის განსხვავდება სხვა დიალექტებისაგან. ამ ენას იყენებენ როგორც სასაუბრო ენას საფრანგეთის სოფლების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. პირენეის მახლობლად ცხოვრობენ ბასკები, ბრეტანში კი ბრეტონელები, კელტების შთამომავლები. რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ კავშირი რომანულ ენებთან. ბასკები, ბრეტანში კი ბრეტონელები, როგორც ვთქვით, კელტების შთამომავლები არიან. როგორც ვთქვით, არა რომანული წარმოშობისა და 1 მილიონი ბრეტონელი ლაპარაკობს ბრეტონულზე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბრეტონული ენა თანდათანობით დავიწყებას მიეცა და იმისათვის, რომ სრულად არ დაიკარგოს, ცდილობენ, რომ აღადგინონ ეს ენა, ასე ვთქვათ, იქმნება წრეები, ამ ენის შემსწავლელი წრეები, რომ ახალგაზრდა თაობას გადაეცეს, ასევე ხდება ბრეტონულ ენაზე წიგნების ბეჭდვა. პატარებისათვის არის ძალიან საინტერესო წიგნები გამოცემული იმისათვის, რომ პატარობიდანვე, ბავშვობიდანვე დაეუფლონ ამ ენას. თუმცა, რა თქმა უნდა, სკოლაში სწავლება ფრანგულ ენაზე მიმდინარეობს. ასევე უნდა აღნიშნოთ, რომ ბელგიაში ცხოვრობენ ფლამანდიელები. არ უნდა დაგვავიწყდეს ელზასი და ლოტარინგია, რომლებიც საფრანგეთს განეკუთვნება, მაგრამ ამ რეგიონებში საუბრობენ გერმანული ენის დიალექტზე. და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი კორსიკა, რომელიც საფრანგეთს განეკუთვნება და სადაც საუბრობენ კორსიკულ ენაზე, ეს არის სრულიად ცალკე ენა. რა თქმა უნდა, ის რომანულ ენათა ჯგუფის ენებს განეკუთვნება და ის არის, რა თქმა უნდა, იტალიური ენის დიალექტი. იმიტომ რომ ისტორიულად კორსიკა თავის დროზე იტალიელებს ეკუთვნოდათ. და დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ კორსიკაზე ძალიან ბევრი იტალიელი ცხოვრობს, სახლებსაც ყიდულობენ და თავიანთი გარეგნობით, ქცევის მანერით, კულტურით, თუნდაც ბუნებით ისინი უფრო ახლოს დგანან იტალიელებთან, ვიდრე ფრანგებთან. და ამის გამო თქვენ იცით, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ბევრი პოლიტიკური აქცია ჩატარებულა და ტერორისტული აქტებიც კი მომხდარა. ვინაიდან კორსიკა დიდი ხანია დამოუკიდებლობას ითხოვს. უნდა აღინიშნოს, რომ კორსიკას და ბრეტანს მიენიჭა კულტურული ავტონომია, მაგრამ რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ავტონომიაზე საუბარი შეუძლებელია. შემდეგი ქვეყანა ეს არის იტალია. იტალიური ენა, ოფიციალური ენა იტალიაში, თავისი კუნძულებით სარდინია და სიცილია. დაახლოებით 59 მილიონი ადამიანი საუბრობს და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უამრავი იტალიელი ემიგრანტია, რომლებიც ყოველდღიური ურთიერთობის ენად
რჩება. იტალიელებს ეს აქვს ძალიან დასაფასებელი, რომ სადაც არ უნდა წავიდნენ, ისინი არასოდეს არ ივიწყებენ საკუთარ ენას და არასოდეს არ ხდება იტალიის ბოლომდე ათქვეფა, ასიმილაცია იმ ქვეყნის ხალხში, სადაც ის ცხოვრობს. თავიანთ თვითყოფადობას ყოველთვის ინარჩუნებენ. იტალიური შვეიცარიაში საუბრობენ იტალიურზე. დაახლოებით 1 მილიონი ადამიანია, იმიტომ რომ ის არის ერთ-ერთი სახელმწიფო ენა შვეიცარიაში. ასევე იგი ოფიციალური ენა აპენინის ნახევარკუნძულზე განთავსებულ სახელმწიფოში სან-მარინო. რა თქმა უნდა, კორსიკის ერთი ნაწილისათვის იტალიური ენა მშობლიურ ენად რჩება, თუმცა იგი, როგორც ვთქვით, სახელმწიფო ენას არ წარმოადგენს. არსებობს სარდინიული ენა, რომელზეც საუბრობენ სარდინიელები, დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი. სარდინიულთან ერთად სარდიული ენა იტალიური ენის ზეგავლენას განიცდის. ასევე მინდა გაჩვენოთ, როგორ გამოიყურება აი ამ პროვანსალური პროვანსისა და ასე ვთქვათ, კატალონური ენების ფონზე აი ეს დროშები, რომელიც მე მოვიძიე და ჩავსვი ამ ასე ვთქვათ, საპრეზენტაციო ლექციაში. ძალიან საინტერესო თვითონ დროშების ფერები და ასე თვითონ ფორმა. შემდეგი რომანული ენების ჯგუფს განეკუთვნება რეტო-რომანული ენები. ეს არის ალპების მთიან ზონაში ადამიანები სარგებლობენ ენით, რომელიც რომანული ტიპისაა. ეს რომანული კილოკავები ერთმანეთის ახლომდებარე ტერიტორიებზე გამოიყენება და ამიტომ მათ შორის არსებობს მსგავსი ნიშნები. ისინი იყოფა 3 ჯგუფად. ეს არის დასავლეთის შვეიცარიის კანტონი გრაუბიუნდენი, შემდეგ ცენტრალური ყოფილი ავსტრიის ტიროლი, თანამედროვე იტალიური ოლქები ტრენტინო და აჯიჯე და აღმოსავლეთის იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ოლქი, ძირითადად ფრიული, ნაწილობრივ ვენეტო. რეტო-რომანულ ენას ვიწრო გაგებით ნაციონალური ენის სტატუსი აქვს შვეიცარიაში ფრანგულ, გერმანულ და იტალიურ ენებთან ერთად. ანუ ის სახელმწიფო ენად მოიაზრება. ხოლო ტიროლისა და ფრიულის ენები სხვა სახელმწიფოს კიდევ იტალიის შემადგენლობაში შედიან და განიცდიან იტალიური დიდ გავლენას. შემდეგი ეს არის რუმინული ენა. რუმინული ენა, რუმინეთის სახელმწიფო ენა, დაახლოებით 22,8 მილიონი ადამიანი საუბრობს მასზე, ანუ 88% მათ შორის რუმინელები არიან. ბალკანეთის ნახევარკუნძულზე არსებობს აღმოსავლეთ რომანული ტიპის 3 სახესხვაობა. ეს არის არუმინული, მეგლენიტური, ისტორიურუმინული. მათ უწოდებენ ბალკანო-რომანუ ან სამხრეთ დუნაის კილოკავებს. და ბოლოს მოლდავური ენა, მოლდავეთი თავის დროზე შედიოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, სახელმწიფო ენა მოლდავეთში, დაახლოებით 2,6 მილიონი ადამიანია, თავისი ფორმით, სტრუქტურით ის ძალიან ჰგავს რუმინულს. საბჭოთა პერიოდში ისინი იყენებდნენ სლავურ ანბანს, დღეს მოლდაველები იყენებენ ლათინურ ანბანს და მათ კიდევაც ჰქონდათ მცდელობა და სურვილი გაერთიანებულიყვნენ რუმინეთთან. რა თქმა უნდა, ბოლოს ის არ განხორციელდა, თუმცა ეს მცდელობა ნამდვილად არსებობდა. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე კრეოლის ენები. ამერიკის აღმოჩენა 1492 წელს გამოიწვია ბევრი ევროპელის ამ კონტინენტზე გადასახლება. ასევე მუშახელის ნაკლებობის გამო შემოყავდათ ზანგები აფრიკინდან. მათ ჰქონდათ თავიანთი ენა. ისინი არ ფლობდნენ დამპყრობთა ენას და საჭირო იყო შექმნილიყო შუამავალი ენა. ყოველ შემთხვევაში ამ როლს რომელიმე ევროპული ენა ასრულებდა. დაიწყო მასობრივი პროცესი ფრანგულის, ესპანურის და პორტუგალიურის ათვისების.
ენების აღქმა ხდებოდა სმენით ყოველგვარი სწავლების გარეშე. ბგერების წარმოთქმა ხდებოდა მათი ენების საარტიკულაციო ბაზის საფუძველზე. გაჩნდა დამტვრეული ენა, ანუ ენა პიჯინი. ასე ნასწავლი ენები დამპყრობლები ახერხებდნენ დაპყრობილებთან ურთიერთობას. ეს ენები ხდებოდა ყოველდღიური კომუნიკაციის საშუალება. ისინი გადაეცემოდა თაობიდან თაობას. მათ უწოდებდნენ კრეოლის ენებს. თვით ტერმინი კრეოლი ეტიმოლოგია უცნობია. ვარაუდობენ, რომ ის ადგილობრივი ინდიელთა ენიდანაა წარმოქმნილი. პირველად იგი მე-16 საუკუნეში იქნა ნახსენები ესპანურ ტექსტში. შემდგომში კრეოლებს უწოდებდნენ ევროპული წარმოშობის ადამიანებს, რომლებიც ამერიკაში დაიბადნენ. მოგვიანებით კი ზანგებს, რომლებიც ამერიკაში დაიბადნენ და აფრიკული წარმომავლობა ჰქონდათ. ზოგ ქვეყანაში დღეს კრეოლებად იწოდება ადგილობრივი მოსახლეობა, რომ თავი გამოარჩიოს იმიგრანტებისაგან. ლიტერატურული რომანული ენების ცნება. ლიტერატურული ენა გახლავთ ენის ის სტილისტური სახესხვაობა, რომელიც აღიარებულია მოცემული ენობრივი კოლექტივის მიერ, როგორც სწორი მეტყველება, ეტალონი. ლიტერატურული ენა გულისხმობს ლიტერატურული ნორმის არსებობას. ლიტერატურული ენის ჩამოყალიბების პროცესი ხანგრძლივია. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ხდება. არსებობს სამი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. პირველი, ლიტერატურული ენა ფორმდება მანამ სანამ მოხდება მისი წერილობითი ფიქსაცია, მაგალითად ფოლკლორში. მეორე, ნებისმიერი წერილობითი ფიქსაცია, მათ შორის იქნება ის დოკუმენტები, თარგმანები და ასე შემდეგ, არის ლიტერატურული ნორმის ასახვა. მესამე, ლიტერატურული ენის შესახებ საუბარი შეიძლება მაშინ, როდესაც ჩნდება ესეთი ძეგლები, რომლებშიც არსებობს ტენდენცია ნორმირებისაკენ. პირველი ლიტერატურული ძეგლი იყო სიმღერა როლანდზე საფრანგეთში მე-11 საუკუნეში, პროვანსალურ ტრუბადურების პოეზია მე-11-13 საუკუნეში, შემდეგ ესპანური სიმღერა ჩემს სიძზე, რომელიც თარიღდება მე-12 საუკუნით, პორტუგალიურ, გალიციური, ლირიკური და სატირიკული პოეზიის კრებულები, ეს არის მე-17-მე-14 საუკუნეები. ხოლო იტალიაში სიცილიური სკოილის პოეტთა ნაწარმოებები მე-13 საუკუნე. შუა საუკუნეებში ფეოდალურმა დაქუცმაცებულობამ შექმნა საუკეთესო პირობები დიალექტების შესაქმნელად. ყველაზე მეტი დიალექტის არსებობით გამოირჩევა იტალია და საფრანგეთი. დღეს უკუ პროცესს აქვს ადგილი, ამას ხელს უწყობს რადიო და ტელევიზია. უფრო მეტად დიალექტზე საუბრობს სოფლის მოსახლეობა. დიალექტების გარდა არსებობს ადგილობრივი კილოკავები, რომლებზეც საუბრობს ერთი ან რამდენიმე დასახლებული პუნქტის მოსახლეობა. რაც შეეხება ახლა რომანული ენების კლასიფიკაციას. რომანული ენები იყოფა ორ დიდ ჯგუფად, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ჯგუფებად. ეს კლასიფიკაცია თავის დროზე მე-19 საუკუნეში შემოიტანა გერმანელმა ენათმეცნიერმა ფრიდრიხ ტიცმა. ამ კლასიფიკაციაში მხოლოდ 6 რომანული ენა შედიოდა. ეს იყო ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული, პროვანსალური, იტალიური, რუმინული ენები. იტალიურს და რუმინულს იგი მიაკუთვნებდა აღმოსავლეთ ენებს. დღეს აღარ არის აუცილებელი, რომ რომანული ენები დასავლურ და აღმოსავლურ ჯგუფებად დავყოთ. რომანული ენების გაერთიანება ხდება ქვეჯგუფებში ტერიტორიული ერთიანობის პრინციპით. იტალიელმა მეცნიერმა კარლო ტალიავინიმ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში გამოყო 4 რომანული ზონა. ეს იყო იბერო-რომანული, გალო-რომანული, იტალო-რომანული, ბალკანო-რომანული. დღეს მას დაემატა რეტო-რომანული. ასეთი დაყოფა თლად გამართლებული როდია, რადგან კატალონური და პროვანსალური ენები სხვადასხვა ზონებში მოხვდა. რომანული ენები ყველაზე მეტად ლათინურ ენას ჩამოშორდა ფრანგული, როგორც ფონეტიკურად, ისე გრამატიკული წყობით. რა იგულისხმება რომანული ენების სტრუქტურულ მსგავსებაში?
ის რაც განასხვავებს რომანულ ენებს ლათინურისაგან, მათ აახლოებს ერთმანეთთან. გამოხატვის ფორმების განსხვავებით, რაც ახასიათებთ რომანულ ენებს, მათ გააჩნიათ ენობრივი სტრუქტურის ღრმა შიდა მსგავსება. სტრუქტურული მსგავსება არსებობს სინთეტიკური თუ ანალიტიკური ფორმების წყობაში. თანდათანობით რომანული ენები ლათინურის სინთეტიკური ფორმებიდან გადავიდა ანალიტიკურ ფორმებზე. მნიშვნელოვანია აგრეთვე რომანული ენები სტრუქტურული მსგავსების თვალსაზრისით, არქაულობის ხარისხით, ანუ მათი მსგავსებით ლათინურ პროტოტიპთან, ანდა მისგან განსხვავებით. რომანული ფორმების არქაულობა უნდა განხილულ იქნას არა მათი ლათინურ ფორმებთან კავშირით, არამედ იმით, თუ რა ადგილი უკავიათ მათ თანამედროვე ენის სისტემაში. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ახალი ფორმების წარმოქმნა მუდამ ხდება და ის, რაც დღეს ახალია, ხვალ შეიძლება არქაულ ფორმად იქცეს. მადლობთ ყურადღებისათვის.